ვაქცინაციის მერე არ უნდა დაიბანო. მზეზე არ უნდა გახვიდე. აი ვითომ ხო არაფერი იტყვი რომ აი 3 დღე არ დაიბანს, ხო არ მოკვდება არავინ ამით, მაგრამ რაღაცა მისტიციზმს ძენენ ვაქცინას, რა, აი ვაქცინას რო გაიკეთებ რაღაცა და მე ეს პაციენტიც იზაფრება რა და მე უკვე ისე შეკითხვა მოძებ აი ვაქცინას რო გავიკეთებ თმა შეიძლება დავივარცხნო რაღაც ეგეთი რაღაცაც შეიძლება კითხოს იმიტომ რომ იმდენ რაღაცა აქ ამ ვიღაცას ნათქვამი რომ უკვე იბნევა რა ადამიანი რა ან ვიღაცა მე 6 თვე არ დალიეუნება და ამის გამო შეიძლება ცოფის ვაქცინა არ გაიგეთოს რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მე მქონდა ეგეთი შემთხვევა მქონდა ადამიანს წარმოიდგინე ბოდიში უცებ ჩაგეჭერი მაგრამ ზუსტად აი ესეთი მაგალითი მქონდა რომ ადამიანს C და B ჰეპატიტიც და არ მკურნალობდა და რატო არ მკურნალობ მეთქი რომ მეუბნებოდა იმიტომ რომ ვეღარ დავლევო მერეო ხო ნუ აი ხო და აი განაჩენი ხო ფაქტობრივად ხო და როგორ გინდა მაგას ხო და შესაბამისად არა და რეალურად ახლა ვაქცინასა და ალკოჰოლი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ არის სასარგებლო და არის დამაზიანებელი ვაქცინას და მის გარეშეც. უბრალოდ ამათ ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ხო შეიძლება უთხრას ადამიანმა რომ ისეც არ შეიძლება დალევა. საიდან მოდის ეს არ არსებობს. ეს დალევა ხა ეს ჰეპატიტი რო გაქვს მაგის გამო არ უნდა დალევა. მაგის გამო და არა იმიტომ რომ ვაქცინას იკეთებ ან წამალს. ხო ასე.